პაატა შამუგია, პოეტი, პროფესიით ფილოლოგი. მაქვს კიდევ ერთი პროფესია, ვებ პროგრამირება, პროგრამისტი ვარ, რომელსაც პრინციპში ბოლო დროს აღარ ვიყენებ. ყველას ვურჩევდი თანამედროვე პოეტების კითხვას პირველ ყოვლისა. არის ესეთი იუჯინ ოსტაშევსკი, რომელიც მე ძალიან მომწონს, ძალიან საინტერესო პოეტი არის, ნიუ-იორკში ცხოვრობს, რუსული წარმოშობის პოეტია, რუსულ ენოვანი არ არის, ინგლისურად წერს და არის ძალიან მაგარი პოეტი. მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე პოეზიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოეტი არის და ყველას ვურჩევდი, რომ წაიკითხათ ეს ადამიანი. და ქართველები, რა თქმა უნდა, ხა ქართულს მე მგონი ისედაც ასე თუ ისე კითხულობენ, ვისაც ვთქვათ მოსწონს, უყვარს პოეზია, ისინი კითხულობენ მათ შორის თანამედროვე პოეზიასაც. მე ვფიქრობ, თანამედროვე პოეზიაში არის რამდენიმე ძალიან ისეთი საინტერესო სახე, რომლის საკითხვასაც ვურჩევდი, ავიც, ბევრი არის. ზვიად რატიანი, თათო ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი, ლია ლიქოკელიძე. ფილმების ყურება დავიწყე რამდენიმე წლის წინ, იქამდე არ ვუყურებდი საერთოდ ფილმებს, რაც უნდა უცნაური იყოს. არ მომწონდა, რა ვიცი, ბოლომდე ვერ ვუყურებდი, გულს ვერ უდევდი ხოლმე. მე ბავშვობაში კი ახლა რაღაც რეინბო, ოთხივე ის მაქვს. მაგრამ აი ეს სერიოზულად ფილმების ყურება რამდენიმე წლის წინ დავიწყე და მივხვდი რამდენი რაღაც მაკლდა, ესე იგი იმის გამო რომ ფილმებს არ ვუყურებდი და ახლა თვათ ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად ვუყურებ ძალიან, რომ ავინაზღავრო ის რაც მაშინ დამაკლდა და ყველაზე მეტად ფილმებიდან, ანუ რეჟისორებიდან, პრინციპში არ ვიცი, კოენები უფრო ახლოს მოდის ჩემთან. მსახიობებიდან მაგალითად მგონია რომ ნიკოლსონი არის ყველაზე მაგარი, ყველაზე საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა როლში ერთნაირი ტიპი არის, ესეთი ცოტა უცნაური, ცოტა დარეხვილი ტიპები რო არიან, ესეთი არის, მაგრამ კარგად ასრულებს ამ უცნაური და დარეხვილი ადამიანების როლს. არ ვიქნები ძალიან ორიგინალური, თუ ვიტყვი ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა, იმიტომ რომ ამ ფილმში ალბათ არის სასწაული. ძალიან მაგარია და სხვა შორის წიგნიც ძალიან მომწონს, მაგრამ აი ეს არის უცნაური, მე ყოველთვის წიგნებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას, მაგრამ ამ ფილმთან მიმართებაში ვერ ვიტყოდი, მე მგონია რომ ფილმი არაფრით არ ჩამოუვარდება ამ რომანს, კენკიზის ამ რომანს. მუსიკაში ძალიან ეკლექტური ვარ, ბავშვობიდან რო დავიწყო, ოჯახში ჩემთან უსმენდნენ Edith Piaf-ს, რაც უნდა გასაგები იყოს. და ამიტომ ბავშვობიდან ჩამისმის ამ Edith Piaf-ის განუმეორებელი, მაგრამ ძალიან დიდხანს რო უსმენ, მე უკვე ხვდები რომ ცუდად ხარ და ამიტომაც მძიმე ბავშვობა მქონდა. რაღაც თვალსაზრისით. ხო, მე შეიცვალა, მე უკვე მე თვითონ ვთქვათ, ჩემი არჩევანი გავაკეთე, ეს იყო სტუდენტობის დროს უსმენდი ძალიან მძიმე როკს, მეტალს, მერე პანკი, მერე პროგრესივ პანკი, მერე გადავედი, ну, რა ვიცი, ესეთ მსუბუქ როკზე, პოპსაც უსმენ. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი დომხალი მაქვს მუსიკალური თვალსაზრისით თავში. ხო, აი რაზეც შემიძლია ძალიან გადაჭრით თქვა, რასაც არ ვუსმენ, ეს არის კლასიკური მუსიკა. არ მეყვარს კატეგორიულად. მე Radiohead-ი ძალიან მომწონს და ესე შემიძლია ყოველდღე უსმინო. მაგრამ არ მგონია ჩემი რჩევა ამ შემთხვევაში დასჭირდეს ვინმეს, იმიტომ რომ მე მგონი ცოცხალი და მკვდარი ყველა უსმენს Radiohead-ს. ზოგს მართლა მოსწონს, ზოგს უბრალოდ მოსწონს ის, რომ Radiohead-ი არის და Tom York-ი არის რაღაც ისეთი საკულტო მოვლენა და თაობის ხმა. არ ვიცი, მე მართლა ჩემთან ძალიან ახლოს მოდის ცოტათი დეპრესიული, ცოტათი ისეთი მინორული მუსიკა, რომელსაც ეს ჯგუფი აკეთებს, ფანტასტიკურია. პირველ რიგში ვილოცავ ამ ძალიან მამაც გადაწყვეტილებას, მამაცულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ დღეს მე მგონი იმის რომ გადაწყვეტო შენს რომ მოდი მე მთელ ცხოვრებას მევუძღვნი წერას, მგონია რომ არის რაღაცნაირად თავის გადადება. რას ვურჩევდი ახალგაზრდებს? მე ალბათ არ ვიქნები მსოფლიოში ყველაზე კარგი მრჩეველი, მაგრამ ყველას ვურჩევ პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ვიყოთ მეტად თვითირონიულები. თვითირონიის გარეშე თანამედროვე ხელოვნება მით უმეტეს ის, რაც წერასთან არის დაკავშირებული, არის აბსოლუტური კიჩი.
და მინახავს ადამიანები წამიკითხავს ტექსტები, რომელიც არის ტექნიკურად ძალიან გამართული, მაგრამ იმდენად მოკლებულია თვით ირონიას, რომ არის საშინელი. მე ლიტერატურის მუზეუმში ვატარებ დიდ დროს, იმიტომ რომ ჩემი შეყვარებულია მუშაობს მან და ამიტომ რა ვიცი, თქვენს გირჩევთ, თქვენი შეყვარებული სადაც მუშაობს, იქ გაატაროთ დრო. ყველაზე კარგი ადგილი ეგ არის. ისე რა ვიცი, დავდივარ ხოლმე, სადაც დავეხეტები. ყველგან შემიძლია იცი რა, კამპანია თუ არის კარგი, მე მგონია ასფალტზე შეიძლება თავისუფლად. გარშე, ყოველგვარი აქსესუარის გარეშე გაერთო. მე მგონია მსოფლიოში ყველგან უნდა იყოს პატიოსანი ადამიანი ნამყოფი, ამიტომ სულ მაკლია ეს, რომ არ ვარ ბევრგან ნამყოფი და ალბათ როცა დიდი ბიჭი გავიზრდები და პენსიონერი გავხდები, აუცილებლად მოვივლი მთელ მსოფლიოს. არ დავტოვებ ერთ კენჭსაც კი, რომელსაც არ შევეხები და რაღაცნაირად იმ კულტურასთან უშუალო კონტაქტს არ დავამყარებ. ძალიან ბევრი ადგილი მეგულება ჩემთვის ასეთი, უბრალოდ ახლა ერთ კონკრეტული უბრალოდ არ მომდის. სადმე წავიდოდი ისეთ ადგილას, სადაც ცხოვრობენ ველური ტომები და ვეცდებოდი მათი საკომუნიკაციო ენა შემესწავლა. აი დღესაც არიან ისეთი ტომები, სადაც ყოველ შემთხვევაში ამას წინ ვკითხულობდი ორტეგა ი გასეტის და წერდა რომ ეს რამდენიმე ათეული წლის წინანდელი ნაშრომია, მაგრამ წერდა რომ ახლაც არიან ისეთი ტომები, სადაც 6 საათის მერე წყდება კომუნიკაცია, იმიტომ რომ მათი ენა არის დამყარებული 80% ჟესტებზე. ჟესტების გარეშე ანუ რაღაც სიტყვას, რომელსაც ახლავს რაღაც ჟესტი, უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს. სხვა ჟესტი თუ ახლავს სხვა რაღაცას ნიშნავს. და ამიტომ 6 საათის მერე რა ხან ბნელდება, სიბნელეში კომუნიკაცია ვერ შედგება, იმიტომ რომ მათ ენას ეს შესაძლებლობები არ აქვს და აი ასეთ ხალხთან მინდა, ასეთ ენობრივ ექსპერიმენტებში მინდა რომ მივიღო მონაწილეობა ესეთ მიგდებულ კუნძულებზე, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომელთაც აქვთ აბსოლუტურად განსხვავებული საკომუნიკაციო ენა და ინსტრუმენტები. ქართულ ხალხს რა ასურჩევდი, მე ამ ხალხის ნაწილი ვარ და უგრძნობ რომ ყველა დადებითი თუ უარყოფითი რაც ამ ქვეყანაში ტრიალებს, უშუალოდ მეხება მე და ჩემიდანაც გამომდინარეობს, ასე რომ თუ ვურჩევ ვინმეს რომ თქვათ იყავით უკეთესები, პირველ რიგში გულისხმობ რომ მე უნდა ვიყო უკეთესი იმისათვის რომ გარშემო რაღაცა შეიცვალოს და ამიტომაც ვცდილობ ხოლმე სულ რომ რაღაც განვითარდე იმისათვის რომ ყველა განვითარდეს.